დღის ბოლოს ველოდებით უკვე მთლიანად მთელ დასავლეთ საქართველოში ხალმოკლე წვიმას არის შესაძლებელი ელჭექით. ამინდის პროგნოზი, რომ ყოველდღიურად და საათობრივად ვიცოდეთ, ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების და მეტეოროლოგების დიდი გუნდი მუშაობს. თამარ პაპაშვილი პროფესიით გეოგრაფი, 2012 წლიდან ამინდის ადრეული გაფრთხილების განყოფილების სპეციალისტია. მასთან პირველი კითხვა ასეთია: უნდა ვენდოთ თუ არა სინოპტიკოსებს? აუცილებლად უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ადამიანებს ზოგადად ამახსოვრდებათ ჩავარდნილი პროგნოზები, მაგრამ ის რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე არაჩვეულებრივად მიდის ყველაფერი, ესეც პროგნოზია. ეს პროფესია ოჯახიდან მოდის. ბავშვობიდან აკვირდებოდა ამინდს და გასაკვირი არ იყო, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სინოპტიკოსი გახდა. მე დავიბადე და გავიზარდე გეოგრაფების ოჯახში, დედა არის მეტეოროლოგი, მამა ოკეანოლოგი. ამას ვაკვირდებოდი მთელი ბავშვობა. ეხლა დედა იტყოდა, ქარი გაძლიერდება, იწვიმებს, ტემპერატურა მოიმატებს, დაიკლებს. ამინდის პროგნოზის მნიშვნელობაზე რო ვისაუბროთ, შორს საგვიყვანს. დრო არ ყოფილიყვნენ სინოპტიკოსები და მეტეოროლოგები, ძალიან რთული იქნებოდა ბევრი სფეროსთვის ფუნქციონირება, ეს გამართულად. რა თქმა უნდა, ეს არის ავიაცია, ეს არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის თქვათ, დღევანდელ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვა. ტემპერატურის უმნიშვნელოდ ცვლილებამაც კი შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს. თანამგზავრები, რადარები და მეტეოროლოგიური სადგურები აფიქსირებენ ატმოსფერულ წნევას, ტემპერატურას, ტენიანობას და ქარის სიჩქარეს. მეტეოროლოგია დეფიციტური პროფესია, თუმცა თურმე ძალიან აზარტული. ახალგაზრდებს ურჩევდი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულების წასვლას, ისევე როგორც გვჭირდება დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი გეოლოგი, ვთქვათ, გეოფიზიკოსი, ხო? ასევე რა თქმა უნდა, მეტეოროლოგიაშიც არის ესეთი მოთხოვნები.